აჰა, როგორც იქ. Აზე ურტყავს ძირითადად, ანუ რომ ჩააგდებ, სანამ გაატარებ, просто უნდა დაელოდო ჩაიძიროს და მე ესე რომ გამოატარებ და ესე პატარა წათამაშება უნდა რომ ანიმაციას გავუკეთო, ასე ვთქვათ, ჩატეხო. აი. მოგესალმებით, როგორ ხართ? ხო ხართ ჯანზე? მოსულები ვართ აი ესეთ პატარა დამდგარ წყალზე, ასე ვთქვათ, რავი. დაგუბებული წყალი არის ერთი ესეთი, урბანული თევზაობა გვექნება დღეს. ნახოთ რა გამოვა. Let's go. ეს წამოსული ვარ ესეთი ჯოხით. მოკლე სესიას გეგმავ დიდი არაფერი. ეს არის მიფაინის ნანოჯიგი 0.5-დან 2 გრამამდე. და ჩემი დაივა Fuego 1000-იანი. დღეს ქარიანი ამინდი არის ძალიან 11 მეტრი წამში არის. თითქმის და ნახოთ რა გამოგვივა. თევზი აქტიურობს წყლის ზედაპირზე. ოღონდ რა თევზია არ ვიცი. პირველად ვარ აქ მოსული. ყოველთვის აი რა ვიცი. წინა წელიც სულ გეგმავდი მოსვლას და ვერაფრით ვერ მოვედი აქ. საერთოდ თუ არის თევზი, მაგრამ ზედაპირზე არის აქტიურობა. მაგრამ რა აქტიურობს ვერ გავიგე. რაც წავიკითხე, შეიძლება რომ კალმახი იყოს. შეიძლება. არც დაინახეთ თუ არის მომენტი. გონი კალმახია. გონი. ავიჭირეთ მეგაც. გონი კალმახი იყო. მე მგონი რომ კალმახი იყო. ქცევიდან გამომდინარე. ნაუენონემსკავი იყო და გაიძრო. Okay. როგორ ჩანს პასიური კალმახი. არც დაინახეთ თუ არა. მიხელაზეა მოხდა. ხვდებით ხო რა დღეში ვარ. ძირითადად სულ ესეთი ისინია, კაუჭი არ არის დიდი. ცადე პატარაც, მაგრამ იგივე ხდება. ანუ პროსტა ურტყავს რა. სატყუარას პროსტა ურტყავს. დღეს სამწუხაროდ ტრიალა არ მაქვს ამღებული, თორე აკავრობას გავპარსავდი. მამ თევზი არის, რაც თავარია ეგ ვიგავარკვი. კიდე. სვაიპს აკეთებს რა. მამ არ გიდეს კალმახია. როგორც იქ. გაიზომა. რა სიგრძის ნახე. არ ნებდები? არ აპირებ? რა გაიზომა ბიჭო. აბა. ნახეთ რა ლომაზია. ниცა იქნებ სურათიც გადავუღოთ. სამი გავხსნა ესა. რა ლამაზია. რა ლამაზი კოპლები აქვს თან. უშავს ახლა გამოგაძრობთ, всё, ეს. მიბზანდით. всё, წავიდა. ჯიჯი. დავსვით. რა გაიზომა იყო. არჩე სუდარტყმები იყო და ვერ იღებდა და ხამაზე გადავედი fresh lures-ის სატყუარაზე და მე გადაჭამა შუაზე. მაგრამ გაიყო. მომიწევს გამოცვა 0.2 გრამზე აიღო და
და იმენა ან ჩემი გაკეთებული მარმიშკა არის ესეთი 0.2 გრამი პატარა უენო ნემსკავით. Როგორც ჩანს პრობლემა თვითონ ნემსკავში იყო. იმ ნემსკავს რასაც ვიყენებდი აქამდე. Ქონდა ძალიან მაღალი ყელი, ანუ გაპი. Ქონდა ძალიან დიდი და ეხლა ეს პატარა დავაყენეთ ან უენო და ეგრევე ჩაკობიჩა ხედა. ხედა უკვე აქტიურობას. დავიჭირეთ. დიდი. აცლარეთ, აი, გაიძრო. ოკეი. გაიბიჭი. მე მეგონა დღეს რომ მეთქი ტრიალები წამოვიღე, მეთქმა თუ მე არ წამომიღე, მეორე ყუთში მქონდა ჩადებული და თავარი არის რომ გავარკვე ის რომ აქ თევზი არის. ის რომ მოვალ აქ, დაბრუნდები, მომზადებული. აუ ნახოთ, რას გავაკეთებ. ვიცით რომ კალმახი არის. დღე მეორე ამ პატარა ტბისა. და რა ვიცი, სხვანაირი გეგმა. ნახოთ რა გამოვა. Let's go. დაინახეთ. გამოსვლები აქვს რაღაც სასწაული თევზმა ვერ მაგრამ აზავს იმენი. ძალიან პასიურობს დღესაც რა ხდება. მინა შეუტია და ძალიან ახლოს მოვიდა და მეთქი არ არის. Gorți იქნება დაჟე. როგორც იქ. ნე. Ai. გამოყვა და მაინც არ აქნა რა. მოიცანით რომელს გამოყვა? რა თქმა უნდა. fly fishing-ით იჭერს ვიღაცა და იმან დასვა. სააღალურად. ისა ისევ გამოსვლები იმენ. რაღაცნაირად დამარცხებულად გრძნობ თავს, მაგრამ რა ვქნა, რა ვიცი, ძალიან პასიურია, ძალიან დაჭკვიანებულია, ძალიან საინტერესო ტიპები არიან რა. მოკლედ, დავბრუნდები კიდე ერთ ჩართვასაც გავაკეთებ. თუ გამოვა, ყოველ შემთხვევაში მე მგონი საინტერესო ვიდეო გამოდის. Let's go. მესამე დღე, მესამე საღამო, დილით ვაპირებდი გამოსვლას, მაგრამ ვერ გამოვედი. და რა ვიცი, დღეს მაქვს ბოლო შანსები. მაგრამ მაქსიმალურად ბევრი დრო მაქვს. იმედია, კალმახი არ დამამარცხებს და იქითკენ დავიჭერ და მოვატყუებ. ნახოთ. Let's go. დავიწყეთ აი ესეთი სატყუარით 0.2 გრამი. ნახოთ რა იქნება. ეხლა ჯერ არ ამგონია რომ დიდად აქტიურობა იყოს და რაღაცა იმდენი
პატარა იხვი და ფოლი არის აქ, რომ სავარაუდოდ ძალიან ძირზე იქნება თევზი ჩასული. მაგრამ გადავწყვიტე რომ მანვიშკებით დავიწყო. და მე ვნახოთ რა შეიძლება და როგორ შეიძლება. ბევრი სატყვა არ მაქვს, ასე რომ დღეს ცვლილებები და ექსპერიმენტები წესიძვლომად გვექნება და მეც კიდევ მაქსიმალურად ვეცდები რომ ყველაფერი გაჩვენოთ ვიდეოში. დავიწყოთ. თევზი აქტიურობს ზედაპირზე, მაგრამ ჩემს სატყუარას მაინც არ იღებს, არც ზედაპირულს, არც ქვედაპირულს. ეხლა გადავწყვიტე რომ უბრალოდ ფერი შევცვალო. დავაყენოთ ღია ფერი, კონტრასტი იმენა. ნახოთ რა სიზავს. ისეთი სატყუარა. ღია თეთრ ფერის. ამას ხედავთ აქ. როგორ დგას და ჩილავს. არა ინტერესებს როგორ ჩანს. საერთოდ არაფერზე არ იღებს დღეს. ძალიან ესეთი არის, ანუ ძალიან პასიური არის აქ თევზი, ძალიან ფრთხილია, ძალიან ჭკვიანია. ზედაპირზე თითქმის არ ამოდის, როცა ამოდის, აი ეს ისინი რა ქვია, ჩიტები და ისინი რო გავლენ, უკვე მერე იჩიტება ხოლმე ზედაპირზე, მანამდე. კაი ანიმაცია აქვს, წესით უნდა დაარტყას ამას თუ სამი ახლოში. მომენტალური დარტყმა მქონდა ღია მწვანეზე, თან ჩაწყვეტა მქონდა და გადავედი ახლა ამაზე. დიდად არ მჯერა ამ სატყუარების, მაგრამ მაინც ვნახოთ რა. ვაცადოთ ჩაძირვა. ჩარტყმა იყო და ძალიან პასიურობს. როგორც იქნა. ჩემსკენ მოდის თან. ჟენიალური. მობრძანდით ჩემთან. და გაიძრა. ძალიან კაი. ესეთი, კაი ზომა არის. და ჟენიალური. ხერს არ მოკიდებ ახლა. ვინონიმს გავით და რაღაცა იზიზე გამოვაძრეთ. მიდი, ასე. Yes. აი, ასე აიღო. ვიფიქრე, ბევრი ვიფიქრე, ცოტა ვიფიქრე რა მაქვს მეთქი, ყველაზე ახლოს მეთქი და მოყვეთალო მოვარდისფრო. ზედაპირულ სატყუარა რომ აქვს თუ იცით, ვობლერი, აი თითქმის იგივე შეფერილობაში არის რა. Nice. რაზე ურტყავს ძირითადად, ანუ რომ ჩააგდებ, სანამ გაატარებ, პოსტოვნად დაელოდო ჩაიძიროს და მე ესე რომ გამოვატარებ და ესე პატარა წათამაშება უნდა რომ ანიმაციას გავუკეთო, ასე თქვათ, ჩატეხო. აი. კაი ზომა. ვენონემს კალზე არ მინდა გავაძრო. სულ დაჭიმული უნდა იყოს. ფერი სწორად გამოვიცა. დაგვენახე მაინც. აბა. ვირა ლამაზია. და ბალახებში არა? აი ჯერ ადრია. ჯერ რომ მოიღალოს ცოტა. ძალიან ლამაზია. აბა. ორა ლამაზია ბიჭო. უფრო რაღაც დაკოპლილია. ამას მაინც გადაუღებ სურათს უცბად. აბა. ჟენიალური. მოკლედ ყველაფერი მოვახერხე. რა მაგარი იყო. როგორი გაასწორა. ჯერჯერობით ვიგებ. მესამე დღეს 2 თევზი, nice. თან კაი ზომები იყო.
ვეღადავები. შენს ქარიკლაბია ხო არა ხარ რა გაახურეთ საქმე. ყველაზე кай ფერის რაც ქონა დამიკარგა. კაი, სადაც სხვა ფერზე გადავიდეთ. როგორც ასეთი შეიძლება იმის თეზის ზედაპირზე ამოდის. მამ ზედაპიროლები უტარე და მაინც არქნა. ხო და ისევ გადასული ვარ იმაზე რაღაცას წეღან დაარტყა რა. просто ის როგორ გაძრა საერთოდ ვერ ხვდები უბრალოდ. ანუ მაგარი ჯოხი არის რა მაინც. ამ ჯოხი კიდე ბევრი ჯოხი შევაქეთ, მაგრამ საქმეს აკეთებს იდეალურად. დღეს დიდი იმედი არ მქონდა რომ საერთოდ დავიჭერდი, მაგრამ 2 კაი ზომისა დავსვით. აი ეგ მახარებს რა, ანუ წაგებული მენა არანაირად არ წავალ დღეს და გულნატკენი ასე ვთქვათ. როგორც ასეთი ხა პროფესიონალი და რაღაცა მე არა ვარ თეს ვიჭნე, მაგრამ აი ჩემ ძირითადი ტაქტიკა რო იცოდეთ რა არის ხოლმე და რაღაცა არც დიდად გატარებები ვიცი ბევრი, ხა ეს ხელი რაღაცებს შეეჩვია კი ამ ბოლო დროს და რაღაცა. ანუ ბევრი ინფორმაცია და რაღაცა არის, მაგრამ ერთ რაღაცას ვაკეთებ ყოველთვის ვცდილობ რომ მაქსიმალურად პატარა სატყუარები გამოღებინო. მაქსიმალურად პატარა წონები, მაქსიმალურად პატარა სატყუარები. იმიტომ რომ ეს ურჩევნია ყოველთვის პრიორიტეტში აქვს რომ ნაკლები ენერგია დახარჯოს. რა თქმა უნდა, ხო? ხო და აქ შემთხვევაში უფრო მეტი შანსია, უბრალოდ შანსს ზრდი იმისას რომ თევზი დასვა ასე ვთქვათ რა. დანარჩენი ახლა უკვე კი კარგი არის რომ ანუ დამოღანებული ქონდეს გატარება, ანიმაცია, ესა და იცოდე ელემენტარული სატყუარების შერჩევა. So, განებდები დღეს თუ არა? პატარა მონძილი, გიჟი გადარევა. რა კაი ზომა და რა ლამაზი. რა იბრძოლო ბიჭო. Так. Შოროთხენ. აი, გაჩერდ. გამოგაძრო. შტერო შენ. ახეთ რა ლამაზია. ზან. ნიძანდი. გამის რომ გაუშვე ესე. ოპა. გადავიხლართე ძალიან და არ იყო ოპტიმალური გაშვება, მაგრამ გავერთეთ, მაგრამ ჯიჯი. მოკლედ, დღეისათვის სულ ეს იყო. კიდე მინდოდა თეზაურის გაგრძელება, ერთი ბიჭი შემხვდა ვიღაცა უკრაინელი და იმ ბოლო თევზი რო დავიჭირე, იმის მერე მომვარდა და აბა როგორ გააკეთეო, რა გააკეთეო და ვასწავლე ყველაფერი, დავამოღამებინე, აუხსენი და საჩუქრად მაჩუქა პატარა ვობლერი. ძალიან საკაიფო. custom build-ი რაღაცა უკრაინაში დამზადებული, ხო და 0.8 გრამიანი იდეალური არის ჩემთვის და მე მაგასაც გავტესტავ. მოკლედ, დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია ისე ამოთ ვიდეოთი. წაგებული ნამდვილად არ მიდივარ მე დღეს სახში და საინტერესო პატარა ჩელენჯი გამომივიდა, ასე ვთქვათ. ამ ტბაზე რამოდენიმე დღე მოვედით,
გავტესტეთ ეს და ძალიან საინტერესო იყო და იმედია რომ საინტერესო ვიდეო გამომივიდა და იმედია რომ ისე მოწ. მოკლედ მომავალ ჩართვამდე. კარგად.